ბევრმა მომწერა თხოვნით, რომ 1-2 სიტყვით ვიდეო ჩამეწერა ფიცის კაცებზე და უარი როგორ მეთქვა ისეთი საქმე გააკეთეს ჩვენი მომავლისთვის. სოლომონ პირველი როდესაც ტახტზე ავიდა და მან ეგრევე აკრძალა ტყვეთას ყიდვა, ხო ყველანი წინ დაუდგნენ. დედამისი, ბაბუამისი, ბიძები და იძულებული გახდა შემოეკრიბა გარშემო ერთგული ხალხი და მათთან ერთად ეომა ამ უზნეობის წინააღმდეგ. სოლომონ მეფემ გარშემო თანამოაზრეები შემოეკრიბა სოფელ ლეკერთან დადეს ფიცი მათ, რომ ისინი ყოველთვის მეფის სამსახურში იქნებოდნენ, სიცოცხლესაც კი გასწირავდნენ საკუთარი ქვეყნისთვის და მეფისთვის. 1000 კაცამდე შეიკრიბა. ეს არმია ჩააბარეს ბერ ლორდ კიფანიძეს. ეხლა მე ჩამოგითვლით, რომელმა გვარებმა მიიღეს ამ ფიცში მონაწილეობა და თუ აღმოაჩენ თქვენ გვარს გააზიარეთ, რათა ბევრმა ნახოს. ეხლა ეს რომ არ გამომჭეს რომელიმე მე თან წავიკითხო, ხო ესენი იყვნენ მესხები, ავალიანები, ღოღობერიძეები, გრიგალაშვილები, ქოქრაშვილები, მიქაბერიძეები, ჭაბუკიანები, იაშვილები, იოსელიანები, ყიფიანები და უგრეხელიძეები. სხვათა შორის ცნობილი ბრძოლა, რომელიც ხრესელში გაიმართა 1757 წელს, მამუკა მიქელაძემ ჩემმა წინაპარმაც მიიღო მონაწილეობა, მათ ფოთიდან წამოსულ ფაშის არმიას დახვდნენ აბაშის ტერიტორიასთან და გაანადგურეს და არ მისცეს საშუალება მთავარ არმიასთან შეერთებოდა. ესეთი გვარიშვილები ვართ და უიამაყო ჩვენი გვარი.